Გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი გერმანულენში ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოდალური ზმნა dürfen. უნდა ვისწავლოთ ამ მოდალური ზმნის უღლება და მერე ეს ზმნა უნდა გამოვიყენოთ წინადებში. პირველ რიგში მოდით ვისწავლოთ რას ნიშნავს dürfen, როგორი თარგმნება ქართულად. ნახეთ, dürfen ნიშნავს შეძლებას, ნებადართულს ნიშნავს. როდესაც რაღაც არის ნებადართული, რა თქმა უნდა, დადებით ფორმაში. ანუ შეგიძლია რაღაც გააკეთო, ეს ნებადართულია, ეს დაშვებულია. და უარყოფითში გამოხატავს აკრძალვას, როცა რაღაც ეს კეთება არის აკრძალული, ანუ არ შეიძლება. dürfen არის ამ მოდალური ზმნის საწყისი ფორმა. dürfen. და ახლა მოდით ვისწავლოთ ამ ზმნის უღლება. როგორი იუღლება ეს ზმნა? ზმნა იუღლება ასე. Ich darf. Ich darf. Du darfst. Du darfst. Er, sie, es darf. Er, sie, es darf. Wir dürfen. Wir dürfen. Ihr dürft. Ihr dürft. Sie dürfen. Sie dürfen. ეს არის ამ ზმნის უღლება. თუ როგორი იუღლება მოდალური ზმნა dürfen. ახლა კი მოდით 1-2 წინადადება წავიკითხოთ, რამდენიმე წინადადება წავიკითხოთ, სადაც იქნება გამოყენებული აი ეს მოდალური ზმნა, ანუ dürfen, ანუ ამ ზმნის უღლება იქნება გამოყენებული და თან გადავთარგმნოთ. ჩვენი პირველი წინადადება. Sie dürfen die Tickets nicht vergessen. Sie dürfen die Tickets nicht vergessen. Es არის უარყოფითი. Vergessen არის დავიწყება. ეს წინადადება ითარგმნება ასე. თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ ბილეთები. თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ ბილეთები. ანუ ბილეთები არ შეიძლება რომ დაგავიწყდეთ. არ შეიძლება რომ დაგრჩეთ. თან უნდა გქონდეთ. ეს იგულისხმება აქ. ანუ არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს არის უარყოფითში და უარყოფითში როგორც გითხარით, ეს არ შეიძლებას, არ უნდას, აკრძალულს გამოხატავს. მეორე წინადადება. Du darfst hier nicht rauchen. Du darfst hier nicht rauchen. Rauchen არის მოწევა. ეს წინადადება ითარგმნება ასე. შენ აქ მოწევა არ შეგიძლია. ანუ არ გაქვს უფლება. ეს ნიშნავს, რომ აქ მოწევა არის აკრძალული. უარყოფითია, nicht გვაქვს წინადებაში, როგორც ხედავთ. Du darfst hier ნიშნავს აქ, nicht rauchen, ანუ აქ არ უნდა მოწიო, აქ არ შეიძლება მოწევა. შემდეგი წინადადება. Hier im Klassenzimmer dürft ihr nicht telefonieren. Hier, ანუ აქ. Im Klassenzimmer, საკლასო ოთახში. Dürft ihr რას ნიშნავს? ანუ თქვენ, მრავლობითია, ხო? Nicht telefonieren. Telefonieren არის ტელეფონზე საუბარი, ტელეფონის გამოყენება. ანუ აქ საკლასო ოთახში არ შეგიძლიათ ტელეფონის გამოყენება. ანუ არ შეიძლება აქ ტელეფონის გამოყენება. არ არის ნებადართული. შემდეგი წინადადება. Darf ich Sie etwas fragen? Darf ich Sie etwas fragen? ანუ შეიძლება თქვენ, Sie თქვენ etwas რაღაც fragen არის შეკითხვა. ამ შემთხვევაში ესე იგი შეიძლება თქვენ რაღაც კითხოთ. შეიძლება თქვენ რაღაც გკითხოთ. ეს კითხვითი წინადადება darf, იმიტომ გადმოვიდა წინ და ბოლოში გვაქვს ზმნა fragen, ანუ შეკითხვა. შემდეგი darf man hier fotografieren? Darf man hier fotografieren? ანუ შეიძლება აქ ფოტოების გადაღება. Man
ვიცით რომ როდესაც მან არის გამოყენებული, აქ ზოგადად ყველა იგულისხმება. ანუ საერთოდ ყველასთვის თუ არის ეს შესაძლებელი. ანუ დაშვებულია თუ არა აქ ფოტოების გადაღება. შეიძლება აქ ფოტოების გადაღება. Fotografieren არის ფოტოების გადაღება. ასევე, ანუ ეს იყო ჩვენი მოდალური ზმნა dürfen. გარდა ამისა, დღეს კიდევ გვაქვს რამდენიმე წინადადება და მერე გვაქვს რამდენიმე ახალი სიტყვა. აი მაგალითად, დღეს ასევე ვისწავლოთ, როგორ არის გერმანულად რას ნიშნავს. რას ნიშნავს? რას ნიშნავს გერმანულად არის was bedeutet. Was bedeutet, ანუ რას ნიშნავს. ასევე ვისწავლოთ ზმნა ახსნა, როგორ არის გერმანულად, ეს არის erklären. Erklären, ანუ ახსნა. მაგალითად, აი ამაზე წინადადებაც გვაქვს. Können Sie das bitte erklären? Können Sie, ანუ შეგიძლიათ das, ანუ ეს bitte erklären. შეგიძლიათ ეს ახსნათ, ანუ ეს ამიხსნათ. ასევე გამეორება, როგორ არის გერმანულად. გამეორება გერმანულად არის wiederholen. Wiederholen. მაგალითად, können Sie das bitte wiederholen? Können Sie das bitte wiederholen? ანუ შეგიძლიათ ეს გაიმეოროთ, რადგან wiederholen არის გამეორება. ახლა კი გადავდივართ, გვაქვს რამდენიმე ახალი სიტყვა და ზმნა, მოდით ესენიც ვისწავლოთ. ესე იგი, der Pass. Der Pass, ანუ პასპორტი. Der Führerschein. Der Führerschein. ეს არის მართვის მოწმობა. Das Dokument. Das Dokument. საბუთი. Unterschreiben. Unterschreiben. ხელის მოწერა. Wiederholen. Wiederholen. ანუ გამეორება. Ankreuzen. Ankreuzen. ეს არის მონიშნა, x-ით, ან პლუსით, აი ასეთი მონიშნა. მერე გვაქვს ausfüllen. Ausfüllen. ეს არის შევსება. გვაქვს erklären. Erklären, ანუ ახსნა და გვაქვს auswählen. Auswählen. არჩევა. Auswählen არის არჩევა. Das Frühstück. Das Frühstück. საუზმე. Das Mittagessen. Das Mittagessen. სადილი და გვაქვს ასევე das Abendessen. Das Abendessen, ანუ ვახშამი. ესე იგი, das Frühstück არის საუზმე, das Mittagessen არის სადილი და das Abendessen არის ვახშამი.